ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დელეგაცია საქართველოშია. მათ დღეს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ უმასპინძლა და ფონდის საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსა და მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს. ევროპის ბანკის პრეზიდენტის სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, რამდენიმე ასეული მილიონიანი დაფინანსება ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს მოხმარდება. საქართველოში კერძო ინვესტიციების მხარდაჭერაზე საპარტნიორო ფონდი 2011 წლიდან მუშაობს. ჩვენ განვიხილეთ ყველა ის პროექტი, რომელიც საპარტნიორო ფონდის საფინანსო პორტფელში არის, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს ევრობანკისათვის. ეს არის პროექტები ენერგოსექტორში, სოფლის მეურნეობაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში და ამ შემდეგ. ასევე მათთან ერთად განვიხილეთ ჩვენი მომავალი გეგმები სუვერენულ ფონდად საპარტნიორო ფონდის გარდაქმნასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსთან, რომელიც 20 წლიან პერიოდსა და 160-მდე პროექტს მოიცავს. ჩვენ მუშაობთ ახალ სტრატეგიაზე, თუ რა მიმართულებით შეიძლება დაიხარჯოს 200 მილიონი, რომლის ინვესტირებასაც ამ წელს ვაპირებთ. ჩვენ გვჯერა საქართველოს ეკონომიკური